მამებიშვილი იყო ოკუპაციისა და ხალხის დაცგումის მომხრე. 7 ნოემბრის შემდეგ, სასანდელი 7 ნოემბრის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პასუხი. ყველა ვინც იყო იმ ხელისუფლებაში, ვინც მაგის მერე მივიდა ხელისუფლებაში, ვინც მოახდინა სამართლო საგანგებო შეკრება პარლამენტისა და ამბობდა ქალბატონინოს სენსაციაში რომ მე არ მესმის 11-ში რა მოხდა ასეთიო, მაგრამ თუ ქალბატონინო ყურადღებით უსმენდა მე მესმის რა მოხდა 11-ში ქალბატონინო 11-ში დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა. თუ თქვენ არ გესმით, თქვენ პარტიას ექნება შანსი, თქვენ ხო არ გექნება შანსი. თქვენ ხომ მიხეილ სააკაშვილი რასაც გესაუბრა, სამწუხაროდ გაიმეორა ფაქტობრივად გუშინ თითქმის ბატონმა ეროსიმ, თუმცა მე შემიძლია ეს ნაწილი ვაპატიოთ, თორემ სიმართლე ილაპარაკოს და თავის პირად ამბებზე რო არცემს პასუხს შეიძლება ეპატიოს, მაგრამ 7 ნოემბერი არ მოუწყვია რუსეთს, არ მოუწყვია ქართველი ხალხი 200,000 ქართველი კაცი არ ყოფილა რუსეთის აგენტი, ხოლო ის ამბავი რომ შემდეგ თქვენ სხვა თვეებში სხვა პიროვნებასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია მოიპოვეთ, აბსოლუტურად ვერც ხერხს, ვერც ოპოზიციას, ვერც იმ ათასობით ქართველს, რომელსაც უფრო განზრახვა ჰქონდა. ამიტომ 11-ში მოხდა, ბევრი ცუდი რამ მოხდა. 7 ნოემბერსაც ცუდი ამბავი მოხდა, 7 ნოემბრის მერე ხელისუფლებაში წასვლა კვლავ დატოვებს ამ კითხვას, იმიტომ რა გინდოდა იქ რატო წახვედი, მე გითხარით, ეს არის ბატონო ეროსიანი ჭკვიანი კაცი, მაგრამ ჭკვიანი კაცი შეცდომას უშვებს ხოლმე. მე ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ეროსი კითხვანიშვილი რო ჭკვიანია, მაგ კუთხიდან კიდევ ყავს ჩვენ ჭკვიანი ხალხი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მინისტრობაზე უარი არქვა იმ წელს და იმ წელს ქვეყანა დაინგრა საბჭოთა კავშირი და შევარდნაძე ნამდვილად ჭკვიანი კაცია, მაგრამ მაინც შეცდა. მაინც ვერიან გარიშამა, იმიტომ რომ ისტორია ჩვენზე ყველაზე უფრო ჭკვიანია. რა უნდა დავგეგმოთ ჩვენ ხო იცით გამონათქვამი ლათინურის რასე homo proponit deus disponit კაცი ვარაუდობს ღმერთი განაგებს ვამბობს სპეციალურად ამ ფორმით არ ვამ უფრო კაცი წელს და ღმერთი იცინის, იმიტომ ის მე მგონი არ არის თქვა ზუსტია ამ დაჟე ღმერთი განაგებს, ანუ ჩვენზე მაღლა არსებობს. რა თქმა უნდა ყველა შეიძლება შეცდოს. ეროსი კითხვანიშვილს უნდა მოუწოდოთ ის, რომ მან დაიწყო შეცდომების გამოსწორება. ახლა საგნივა ამ გზაზე პერსონალურად რამდენს გამოსწორება არ ვიცი, მაგრამ სასურველია რომ ვაპარაკოთ და კიდევ ერთ არგუმენტზე მინდა გავხსნე პასუხი. ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ეს ხალხია და უცნაური ხალხია. ჩვენთან რო არიანო არაფერს არ ამბობენ, წავდნენ თორემ ეს უძამელს ლაპარაკობენ. ეს რა თქმა უნდა მის პრინციპებს არ შეეხება. როდესაც ქალბატონი ხათუნა დავა, ისიც ილაპარაკეს. სულს, იმიტომ რომ ლოგიკა არის ასეთი. თქვენ საკუთარ მახეში ხვდებით, როცა ამას ამბობთ. თუ კი თქვენთან არის და მაგ დროს თუ თქვენზე არ ამბობს, თქვენ ხომ მასზე სულს მაგ დროს არ ამბობს, გრესლანდს ამ ხალხს, გრესლან გაირკვა რომ გოგახაინძრავა ცუდი კაცია. მინისტრი რო იყო, მაშინ კარგი იყო. დღეს რომ გაირკვა რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ცუდი ქალბატონია, თუმცა მინისტრი რო იყო, მე მგონი დღეს მოწონდა, მაგრამ ნებურჯანზე ხუთწელად უნდა ვთქვათ, რომ თავიდანვე პრობლემა ჰქონდა, ეს იყო წმინდა პირველ ქალობის საკითხები, არა მარტო საკითხები. შემდეგ ახლა ეროსი კითხვანიშვილი ადრე კარგი იყო, ახლა ცუდია. ნუ ახლა მე იმარჯო, ვინც თანამებრძოლები იყვნენ და რევოლუციაში იყვნენ, არ ლაპარაკობ. და ბოლოს რა მივიღეთ? 4 კაცი არის ვარდების რევოლუცია, ხო პერსონალურად. ანუ 3 წინწამოწეული ლიდერი და ეროსი კითხვანიშვილი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა კვარტეტში მონაწილეობას თავისი უზარმაზარი რესურსით. ეროსი კითხვანიშვილი წამოვიდა და სიმართლის ლაპარაკი დაიწყო, ნინო ბურჯანაძე წამოვიდა და ну, როგორც ნაშეულია იმდენის ლაპარაკი დაიწყო, თუ მე ვიტყოდა კარსიზამ და კიდევაც კარსი და ილაპარაკოს. სულად ძალიან შეიძლება რამე ეთქვა, მაგრამ ამის საშუალება მას არ აქვს. ეხლა დარჩა მარტო ერთი რამ. თავისუფლების ინსტიტუტი. ისიც არის რევოლუციის შემოქმედი. და მე როგორც ვატყობ, რაღაცა
მოძრაობები არის იქაც. ხო, რაღაც სწავლობდა, მე მგონი ვიშადა, ვიშადა. ხო, მაგრამ ეს ამდენი გამოხდები მოგაიდელი წინაგან დამავიწყდა, მაგრამ ეს იმდენად უნიშნულო ფიგურად იმაჩნია, შეიძლება ესე იგი ამიტომ პროგრამდა ვისულკანა. მაგრამ ვიშადა მოვიდეს ოპოზიცია. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში ნამყოფიკაცია ამ სფეროში ძლიერი ოღონდ ვისი ოპოზიცია გახდა ეგაა პრობლემა. მე მგონი მიხეილ სააკაშვილის ახლა აქვს შანსი გახდეს მაგალითად სარკოზის ან ობამას ოპოზიცია, იმიტომ რომ ეხლა ეჭვია რომ ისინი საქართველოზე უფრო მეტ გავლენას ახდენენ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი. ყოველ შემთხვევაში მშვიდობა ამ ქვეყანაში დაამყარა საფრანგეთის პრეზიდენტმა. და ჩვენი ქვეყანა დღემდე ლაპარაკობს, რომ ექსპულსიანი შეთანხმება არაა შესრულებული. ანუ ფაქტობრივად იმეორებენ იმას, რაც არის სარკოზის მიღწეული. შეიძლება ამ კაცის ოპოზიციაში წავიდეს ბატონი სააკაშვილი, არ ვიცი მასალი გითხრა. მაგრამ საკმაოდ არის, არცაც არ ელოდებია. არის ზემოკლება, ყოველ შემთხვევაში ახლა გულწრფელად გავდებით, აი ლადმირაბიშვილის ის რაღაცა, ესეთი ერთნაირად ერთი იმიდან არის, რაღაც სიგნალი მოდიოდა ეს გულშემატკივარი იმ ინფორმაციული რაღაც კასკადიდან ხესა ზვანორებს და ალბათ ამ დღეებში მიშად გამოვა მიშოთები. ჩემი აზრით, გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი ნელ-ნელა ხდება გასაგები ჩვენი ხალხისთვის. ანუ ირკვევა, რომ ჩვენი მმართველები მარცხის ხელოვნებაში მოიკოჭლებენ, კარგი სიტყვა იქნებოდა მასთვის. წარმოდგენა არა აქვს მართლაზე, მათ არ იციან, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. ანუ ფაქტობრივად ჩვენ ახლა ჩვენ გვიწოდა ეკონომისტის გამოკვლევის მიხედვით ჩვენ გვეწოდა ჰიბრიდული რეჟიმი. საერთოდ არსებობენ დემოკრატიები და არსებობენ რეჟიმები. არის ორი ტიპის დემოკრატია, სრული და ნაკლული, ჩვენ აფრიკაში არა ვართ, სრული 30 ქვეყანა, პირველ ადგილზე არის შვედეთი და საერთოდ ჩრდილოეთის ქვეყნები კარგად არიან წარმოდგენილი. დიახ, და ეს არის კარგად ისე ნორვეგია, დანია, ფინეთი. და შემდეგ არიან სრულ დემოკრატიის ქვეყნები, ჩვენი დიდი მეგობრები გერმანია, საფრანგეთი და სხვა ბუნებრივია შეერთებული შტატები და სხვა. შემდეგ არის ნაკლული, მაგრამ დემოკრატიები. სადაც არის ინდოეთი, სადაც არის ბრაზილია, სადაც არის ყველა ჩვენს გარდა. ჩვენ ვართ ჰიბრიდული რეჟიმი, ანუ ავტორიტარიზმისა და უთავობის ჯამი. ვარიცი ქვეყნის მმართველობა და თან ავტორიტარული ხდება, მე არის კლასიკური უსაიქციან ქვეყნის მმართველობა, თუმცა ავტორიტარული რეჟიმები. არავინ არ იცის რომელი ჯობია, ჰიბრიდული თუ ავტორიტარული იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ქვიან, რომ ავტორიტარული ყველაზე ვარიცია, მაგრამ მარქსის თვალსაზრისით და მოქალაქეების ხელფასის თვალსაზრისით, აი ახლა ბახტიორიდან გადაეკეს ქალბატონებმა, ავტორიტარულ რეჟიმში ისინი ასე ცუდად არ იქნებოდნენ. უბრალოდ მე და თქვენ ვიქნებოდით ავტორიტარულ რეჟიმში უარესად, ეს გასაგებია. და მიხეილ სააკაშვილს მაგალითი მოყავს, ჩვენო ბელორუსია არა ვართ, როგორ არ ახარ ბელორუსია, ბატონო მიხეილ, სახედეთ, ეს არის სერიოზული ჟურნალი, სერიოზული გამოკვლევა. 104 ადგილზე როა საქართველო, იქ არიან რუსეთის და ბელორუსიაც. და ჩვენ ბელორუსიაც ვარ სამწუხაროდ, იმ თვალსაზრისით, მარქსის თვალსაზრისით. და ისეთ ჰიბრიდული რეჟიმი აღმოჩნდა სხვა ისტორიას და ერთადერთი თუ იმას რამე გაახარებს, ეს არის ჩვენს მეზობლებს, კერძოდ სომხეთს და აზერბაიჯანს 2-3 პუნქტით უსწრებს, ოღონდ უსწრებს არა თავრობის, არამედ საზოგადოების ხარჯზე. მაგრამ გამოკვლევის მიხედვით ჩვენი საზოგადოება ოდნავ უფრო გარკვეული არის საკითხებში, ვიდრე აზერბაიჯანის და სომხეთის საზოგადოება, ხოლო თავრობა სომხეთის და აზერბაიჯანის მაგ გამოკვლევის მიხედვით ჩვენზე უფრო ეფექტურია. ჩვენზე უფრო ეფექტიანია, ჩვენზე უფრო მეტი არ შეუძლია. ჩვენ თავრობას რა შეუძლია, აგერ უყურებთ და ახლა კიდევ ვის დაკითხავენ, აღარ ვიცით, მაგრამ ეს ფრუსტრაცია რატომ მოიწვია? რატომ ყვებიან ხალხს, რომ ჩვენ აი ასეთები ვართ, ხალხო და არაფერი ჩვენ არ შეგვიძლია და ჩვენ ასე ვმუშაობ და ასე მივიყვანეთ ქვეყანა კატასტროფამდე. მე მგონი ამაში არის ის, რაზეც სამართლიანად ლაპარაკობდა დეტექტივების ოსტატი აგატა კრისტი, ეს რომელიც გამოსა ყველა მკვლევს სურს აღიარება. ფსიქოლოგიის მომენტია, თუნდაც ხატვა ჩამოყალიბა. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა ხსნის კარტებს. ნელ-ნელა ყვება იმის შესახებ, რომ ჩვენ ეს ქვეყანა აი ასე დავუყეთ ეს ქვეყანა. და ელის ჩვენგან პატიებას. მართალი გითხრათ, აქ სულიად მე მგონი თელი საზოგადოების ასვლა რაღაც სერიოზული ნაწილი სამხო.
ეს სააკაშვილს პრობლემა. ეს პრობლემა ჩვენს გვაქვს უყურებს, ეს პრობლემა არის დროის პრობლემა. მას უგვიანდება წასვლა, ამიტომ მოხდება როგორც ჩანს მოვლენები, რომელიც ამ წასვლას გააჩნია. Problema reale, se si trezziva, la forza mai, cazzo di cose, sopra salsa, è priustica, dioda, è fantastico il primo avertis mi stavia, ne uso discorso, Lancaster e Samacho. Io della sai per anche farmi misteria, in Monaco si scorro trebaro. Schön